გაგახაროთ, გაგაძლიეროთ ესეთი მარხვა, რომელიც ახლა არის, ეს არის ივანე, ეს არის მარხვა ღვთისმშობლის მიძინების მარხვა, საკმაოდ მოკლეა, საკუთრად შორის მძიმეა თავისებურად. ეს სიმძიმე მაინდა-მაინც მენიუში არ არის, ხომ რა ვჭამე რა, არ ვჭამე, მაგაზე არის. თავარია სულიერად თავისებურად მძიმეა. იმიტომ რომ დიდი ბრძოლებით სამარხვაში. მაგრამ რა თქმა უნდა, შესაჩინებლად ხარ ვიძახებთ, ქრისტიანი ისედაც ყოველთვის გზად უნდა იყოს ამისთვის, ხილული თუ ხილული ბრძოლების. ამიტომ ეს მარხვა მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, სამაგიეროდ დაპრესილი არის, მასში ესეთი ბრძოლები. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში იდეალურად შეიძლება არ გამოგდის, მაგრამ ვცდილობთ ვიყოთ გვიძარე და ვლოცულობდეთ. იმიტომ რომ მტერს არ ძინავს, ხომ იცით, აი უხილავ მტერს არ ძინავს, ყოველთვის ბრძოლას გივლენს. ეს იქნება შფოთი, ეს იქნება შიში, ეს იქნება ურწმუნოება, ეს იქნება სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი, რომელიც შინაგან გაორებას იწვევს ადამიანში, ეს იქნება რაღაცა შინაგანი სისუსტე, წვენაში მოდუნება, ფანატიზმიც თავისებური შეიძლება იყოს ბრძოლა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხეცური, ეს ყოველდღიური მხეცური და ეს რაღაც ესეთი ბუნება, რომელიც ჩვენში არის, ეს ნეგატიური ჩვენში მყოფი ეს უხეში რაღაცა ასპექტი, მხეცური, ხორცისმიერი ასპექტი ძლიერდება, მაინდა-მაინც მარხვაში მოუნდება ადამიანს ჭამას, რაღაცა ესეთი ჩადენა, ესეთი რაღაც, რაც იცის მშვენივრად, იცის რომ ეწინააღმდეგება. ცოდვა რა არის? ღვთისნების შეგნებული წინააღმდეგობა. ანუ ძალიან კარგად იცი, იმიტომ ვამბობთ, რომ ნებით უნებლიეთ, აზრით, სიტყვით, საქმით. აზრით თუ სიტყვით თუ საქმით, აი ამ სამივე სიფრთხეში. თან კიდევ ნებით უნებლიეთ, განსაკუთრებით ნებით ვიდეთ ცოდვას. უნებლიე გასაგებია, უნებლიე ცოდვები გასაგებია, ვის არ მოსდის, მაგრამ ნებით ვიდეთ ძალიან ბევრს და ვიცით ხანდახან თვალშორის ვიცით რომ ნებით ვიდეთ, მაგრამ ნანობთ ახლა. ვერტო შეგვინდოს და ვიცოდეთ რომ თუ მოვინდომებთ ჩვენ ამ მარხვაში და ბევრს ვილოცებთ, განსაკუთრებით ახლო არის ღვთისმშობელი ადამიანთან ამ მარხვაში. განსაკუთრებით ღვთისმშობელთან ურთიერთობა მარხვაში ძალიან ადვილია. ადვილია როგორ ნებგაგებით, რომ უფრო ახლოს შემოდის და გვეხმარება ჩვენ. განსაკუთრებით ღვთისმშობლის გავლენა, მისი დახმარებით, მისი კურნალი გავლენა ამ მარხვაში ძლიერდება და ეს ასპექტი ღვთისმშობლის ჩვენთან ახლოს ყოფნის ამის შეგრძნება ძლიერდება და მწვავდება. ჩვენ ამას ვილოცებთ ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებით ღამით, აი საღამოს 11-12, როცა წყნარდება ეს სმოგი და ეს აურა, როცა წყნარდება ამს მძიმე ქალაქისა, ხო, რომელშიც ვართ და ამასოფიური შფოთი წყნარდება, აი მაშინ ღვთისმშობლისადმი ლოცვა ვედრებას განსაკუთრებით მცირე პარაკლისით შეიძლება დაუჯდომელი ღვთისმშობელ კაცო გიხარო და ნაშენ. ეს არნიშნავს, რომ მექანიკურად ღვთისმშობელი უხურებს და კონტაქტში შემოდის საფუძვლად ჩვენთან. და აი ჩვენი დახმარება ღვთისმშობლისადმი, ღვთისმშობლის ჩვენდამი დახმარება რეალურად შეგრძნებადი არის ამ მარხვის ორკვირიან პერიოდში, განსაკუთრებით. აი მინდა ამას მივაქციოთ ყურადღება. და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისაც თქვი, ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში უფლის კურთხევით ხდება ეს. და მოვთხოვოთ ჩვენი თავი მარხვაში, ეს მხეცური ასპექტი ჩვენ მოვთხოვოთ. ვეცადოთ, რომ ეს ჩვენში დამუდებული ეს ნეგატივი შეიძლება ჩაკეტოს და ჩარაზოს, როგორც მინოტავრი ჩარაზოს და ჩაკეტოს ლაბირინთში. ჯვარით დაბეჭდოს ადამიანი. რა თქმა უნდა, ასევე სასოწარკვეთილების ცოდვაც დიდი ცოდვა, რომელიც ამ მარხვაში შეიძლება წარმოიშვას. ქსნილშიც, მაგრამ განსაკუთრებით მარხვაში შეიძლება წარმოიშვას და სხვათა შორის ეს სასოწარკვეთილება ყველაზე დიდი მტერი არის და ამის ყველაზე დიდი და პირველი მკურნალი ეს არის ღვთისმშობელი. ღვთისმშობლისადმი ლოცვა და ღაღადი ღამე იცის ღვთისმშობელმა განსაკუთრებული წყალობა. ღამე დროს ამიშლება, ღამე როცა წყნარდება ყველაფერი. და ღვთისმშობლისადმი მოხმუნდრებით ილოცებს ადამიანი, განსაკუთრებით აი საოცარი ხატი არის ივერიის ღვთისმშობლის ხატი. თითქოს ეს შემოდის პირდაპირ უყურებს, შემოდის თითქოს გულში შემოდის, აი მისი გამოსახულება შემოდის შიგნით. საოცარი გამოსახულება ღვთისმშობლის ეს ამბილი ღვთისმშობლის რეალური გამოსახულებასთან ახლო არის. აი ეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩვენთვის მით უმეტეს ძალიან აუცილებელი და საკრალური, ხომ? აი ეს მინდა ვუთხრათ, აი ღვთისმშობლისადმი ლოცვა განსაკუთრებულ შინაგან სურნელს იწვევს, კეთილსურნელებით მიხვდებით, შინაგანი კეთილგანწყობით, დედობრივი, როგორ გითხრათ, ყველას თავისი განცდა, დედობრივი განცდა, დედობრივი მზრუნველობისა და ფარული, ნაზი განცდა ღვთისმშობლის დახმარების, არ ვიცი როგორ ყველა ღვთის გულში ჩაიხედოს, ვის არ უგზნია ეს. აი ამ მარხვაში მიაქცეთ ყურადღება, იცის ძალიან ახლოს მოსვლა ღვთისმშობელი.
და ეს კიდე თქვენ კარგად იცით ღვთისმშობლის მოსვლა, ისეთი ცეცხლი და ისეთი დიდი მადლი აქვს ღვთისმშობელს იმისთანა, რომ ყველაფერი უბრალოდისგან იცავს ადამიანს. და ამ ძიმე ცხოვრებაში ხილიდან ასევე თუ მხილავ მტრებს შორის, რომლებშიც ვართ, ასთხას და ნეგატიურ გავლენაში, გვაძლევს საოცარ დაცვას და გვიცავს ჩვენ და გზას გვიხსნის, რასაც ყველას გისურვებ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა.